თეატრი ეს არის სკოლა, სადაც სიამოვნების სწავლობენ ისე რომ არ ამჩნევენ ამას. არაფერს არ ასწავლიან. ამ სკოლაში მხოლოდ უჩვენებენ ცხოვრებას. ამ თეატრ სკოლაში გეპატიჟებით დღეს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დრამატული სტუდიისა და საკმაწყვილო თეატრის მოსწავლეები. წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი. ნოდარ დუმბაძის ჰელადოს, რეჟისორი ნონა ტოტოჩავა და ფორუმ თეატრი. ჩვენ მაინც გავფრინდებით. რეჟისორი მერაბ კაკალია. ჰელადოს მონაწილეობენ ანტონი შედანია, დავით თარბა, მარიამ გერგედავა, სალომე აკობია, მარიამ ბერაია, დათო ჭანტურია, ბეგლარი მესხი, ლუკა გაბუა, გიორგი აბულაძე, გიორგი ჩოკორაია, თეთრი ხუფაცარია, ნინო გობეჩია, სალმონ მესხია, ელენე ჯურხანძე, თედო როსტობაია, საბა ფარცვანია. ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ამ 14 წლის დიქტატორს
ყურმოჭრილ მონებად ყავდა მთელი ვენეციის გზატკეცილის ბიჭები. და მათ შორის ჩემი დეიდაშვილი გოგოც. უბნის ყოჩი იყო იანკო. ჩვენი ნაცნობობა 1938 წლის შემოდგომაზე დაიწყო. დეიდა ჩემა ნინა ობლობა რომ არ მეგზნო, თბილისიდან ჩასული მეორე დღესავე სოხუმში ყველაზე სახელგანთქმულ მუსიკის მასწავლებლად ელენა მიხაილოვნა ნავროცკაიასთან მივიყვანე. წამოდი დეიდა გენაცვალოს. დედა შენი სულს გახუცე, წამოდი. მომზადეთ. გამარჯობა. ობოლი. დედამისი ვიოლინოზე ატარებდა. უდედობა და ობლობა რომ არ იგრძნოს სულ არს რომ მეტყვი. სხვებს რომ ახდენებ, ორი იმდენი გამომართ. ოღონდ უარს რომ მეტყვი, თქვენი ჭირი. ჯერ ნახოთ, როგორი შრომის მოყარეა. ოდი აბა. არა უშავს. აბა ახლა ბეთჰოვენის საზონა დაუყარი. ბეთჰოვენი? ქალბატონო ელენა მიხაილოვნა, თქვენი ჭირი მე, იქნება სხვა უფრო პატარა კომპოზიტორი გეკითხათ. როგორ? საზონას არ უკრავს? მე-13 სკოლაში სიარული, რომელშიც დეიდა ჩემმა მომაწვა, რკინიგზის ლიანდაგის გავლით მიწევდა. ასე რომ ჩემი და იანგულის ყოველდღიური შეხვედრა თითქმის გარდაუვალი შეიქმნა. თითქმის ერთი თვე ყურადღებას არ მაქცევდა. იდგა თავის უბნის ბიჭებში და როგორც ყოველთვის ან კოჟებანას, ან პაჟარობანას თამაშობდა. ერთი კი არ იყო, როგორც კი დამინახავდა, იმ წუთასვე ვინმე სან ქუდს ჩამოფხატავდა თვალებზე, ან კიდე პაღუნს ამოკრავდა. თან ირიბად გამომხედავდა. მეც კიდე ისე ჩაუვლიდი, თითქოს და ფეხებზე მეკიდა იანგულიცა და მისი მრევლიც. მაგრამ მეც მათსავით
ერთი სული მქონდა ბიჭებში გავრეულიყავი და ჩემი შნოდა მარიფათი მეჩვენები. მაგრამ უბანში ჯერ ახალი, უდამქაშო, უამხანაგო ვიყავი. გვერდით ჩემი პატარა დეის დაშვილის გარდა არავინ მომგდებდა. ამიტომ მისვლას ვერ ვედავდი. ერთი კი ვიცოდი. ჩვენი ურთიერთობა ლაღუმის პატრუკივით იწვებოდა. ფისტონს უახლოვდებოდა და ჩვენი ერთ დღეს იფეთქავდა. და ზუსტად ერთი თვის თავზე ეს დღეს დავიდა. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა, ელენა მიხაელოვნა. დასხედით. რამდენი ხართ? ნახევარ მას. და დანარჩენები სად არიან? გზაში არიან ალბათ. მაგალითად რომელი? მაგალითად ჯემალიც. ოჰო. მოვა ალბათ. არ დაგვაღალატებს. არ ამგონია დავუყოს. დაჯექი შეუდგეურო. კარგი, ახლა ყურადღებით. აშბა მარია, ვარ მას. ბელობა სვეტლანა, ვარ მას. ლომჯარია კოკა, ვარ მას. ლაკობა მიდა, ვარ მას. მარღანია ანასტასია, ვარ მას. ნიჟარაძე ნათელა, ვარ მას. შერვაშიძე ნატალია არ არის მას, დედა გაუხდა ალბათ. და პეტროსიანი გურამი. ვარ მას. კარგით. ახლა კი ყურადღებით ბავშვებო. დღეს ვიწყებთ ახალი სიმღერის შესწავლას. გერნოტები? მას ჯემალი მოვიდა. შემოდი. შემოდი. რა მოგივიდა? ავად ხომ არ ხარ? გაკვეთილი არ იცი? Ты что наделал? Пошли молчишка! მე არ მინდოდა. მე უბრალოდ ჩავიპური და ყველი ჩაუყარე. Отравил! Милые мои, золотые, отравили, убили вас! Вон из моего дома, чтоб твои ноги больше здесь не было! Вон! დღეისთვის თავისუფლები ხართ. ბიჭებო, ფული მოგა? მოგვა. მაშინ ვითამაშო. კარგი.
მოდი დაჯერდი და გათამაშოთ. სკრიპკა მოსულა. სკრიპკა! რა გინდა? მოდია! თუ საქმე გაქვს შენ თვითონ მოდი. შენ არ იცი მე ვინა ვარ? ვიცი. მერე რომ გეძახი რატომ არ მოდიხარ? და შენ ვინ ახარ მე რომ ეძახი? მიდი ასწავლე იანგული ვინც ახარ. ერთი შენებული სილაჯა. მიდი უთაქე იანგული. ჯერ ნახოთ რა ბიჭიცა. ნუ ბანაო. უყურე შენ! მიყურე. პაპიროსი. არ ვეწე. ფული. არ მაქვს. ჯიბეები ამოიტრიალე. მიდი და შენ თვითონ ამოიტრიალე. ხელი. ბანჯო. ბაჭო. გენა. დამიბრუნდე ვიოლინო. დამიბრუნე ვიოლინო. მიდი, დაუკარი ბიჭები გამი. არ ვუკრავ. მაშრას დაათრევ მუქთავიდი ხა. ბიჭებო, ფემა, პედია, კურლი, პანჩო, სკრიპკი, ხმა, გაგიგიათ როდეს. ხავად რადიოში. მიდი გაგვაგონე იანგული. გაგვაჯულისი არ გასაზრდელო პეტია. შენ და მე მწვანილე მამა შენს რას გერჩი? თქვენ რა იცით ამ ვიოლინოს პას? სტრადივარუსი და პაგანინი მხერხავები გონიათ. იანგული ალექსანდრე მყავს მოსაკლავი, მაგრამ ვირის ყროყიზე გარდადა ჩოჩოს მუსიკის რა მოეთხოვება. ჩემს სახლში შემოსახლებული ეს ხულიგანი მყავს მოსაკლავი. წაწყნედილო და უბედურო დაوانიკო. მე ჩემი გაჭირება არ მეყოფოდა. ეს ყაჩაღი რომ არ დაგეტოვებინა ჩემ და სამწყესო. ვაი შენს დღეს და უი ჩემს გაჩერებას. ამ დღეს დასრულდა მუსიკალური ოდისია და დაიწყო ახალი ერა ბრძოლა არსებობისათვის. გეშინი. ნუ გარბიხარ, ბიჭო. ცოცხლია. შენ არ იცი მისიაბავი, დაგვაციებს არივე. აი რა მოხდა მერე, ხო არ მოხდა? შენ გუშინ უბანში შემარცხული. ერთი დარყვი დამს. არ ველოდი. და იმიტომ დამს. პასუხი იმიტომ არ მიიღე,
რომ ვერ რავდექი. ადგომა მინდოდა, მაგრამ ვერ რავდექი. მე ამ უბნის ყოჩი ვარ და ყოჩად დავრჩები. მე არ მინდა შენი უბნის ყოჩობა. თავი დამანები. შენ რომ ჩემზე დიდი იყო დაგანები. მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლით უმცროსი ხარ და თავს ვერ დაგანები. უბანში ორი ყოჩი არ უნდა იყოს, ან შენ ან მე. აკი გითხარი, არ მინდა მეთქი შენი უბნის ყოჩობა. შემეშო. ეგრე არ გამოვა, უნდა ვიჩხუბოთ. ვიჩხუბოთ. პატიოსნად ვიჩხუბოთ. პატიოსნად რას ქვია? არც პეტია, არც კოკა ჩხუბში არ ჩაერევიან. წაგსეული სემა არ იყოს, გინება არ იყოს, ქვა არ იყოს. ეგრე იყოს. თუ მოგერია ხვალ იმავე უბნის ბიჭებთან ქცევი. ცემა მორევაზეა. პეტია, ჯიბეები ამოიტრიალი. აბა შენს დამანახე. წავედით ხიდის. სადაც გინდა. ძალიან ვარ დასწრებული. ბუკი. არამუშავს, მაგასაც ბევრი მოხდა. სულ ერთია. ხვალე მაინც უცემ. მაგის დედავატი. ამჯერად დეიდანინას არ შეუცხადეთ. ცივი კომპრესები დაადო სახეზე მის ხაჩალდიჟებს. დილით კი ანგულის მამას, ქრისტოს, სუსტად ისე დააშვნა მაწვნის კილოთაზე, როგორც იანგული, ჩემარის ვიოლინოდა. და ციხეში ამოყობას დაჰპირდა მის გათახსირებულ და ხულიგან შვილს, საბჭოთა პიონერის, ასე უღმერთო ცემისათვის. სკრიპტა გაზი არის? სანამ არ მოყავს, არ მოეშვები? შენ აქ თბილისი ხომ არ გონია? იანგული მოდის. ახლა დაიწყება ცირკი. გამარჯობა. იანგული თავის ფეხით მოვიდა ბუკი. მიდი ერთი შეჭამ. იანგული, ერაკს აუსო, თუ ხიზილო. ბიჭები, ეს მე მოგმართავ თქვენ. ვენეციის გზატკეცილის უბნის თავისუფალ შვილებს. მე თქვენს მიერ არჩეული ბელადი, იანგულ ალექსანდრი. თქვენს წინაშე დგანან კრთალსახიანი, თბილისელი ჰარიფი და ჩვენი ტომის გამყიდველი, მისი დეიდაშვილი წკვინტლიანი კოკა. ამ კრთალსახიან გადამთრიელს იმის ნაცვლად, რომ ესარგება ჩვენი დიდსულოვნებითა და სტუმართმოყვარეობით. სურს მისაკუთროს ჩვენი კურთხეული მიწა, ოქრო, ვერცხლი, საძოვრები, გაზონები. მორჩი ლაზღანდარობას. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ როგორ კეთდება მკრთალსახიანისგან კატლები. ეი შენ წკვინტლიანო, წადი სასწრაფოში და რე. უთხარი 5 წუთში მოვიდე და შენი დაენვალდებული დეიდაშვილი წაიყვანო. დღეს შენ მოგიწევ სასწრაფოდ იწაყვანე. ფემა გამოდი ხელი შემიკარგე. დღეს მკრთალსახიანი ცალი ხელით უნდა გაელახოს. ნუ არტისტო. ამოიღე ხელი და ისე ვიჩხუბოთ. მე შენთან ორი ხელი ჩხუბს არ ვიკადრე. მაშინ არ მინდა. გეშინია. კი არ მეშინია, არ მინდა. იჩხუბე თორემ ცე. არა. Yanguli! 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 საჩუვლად მოხვდი? არა, საჩუვრად.
ვინ არის? ამხანაგიაჩი. იანგულის არსალია ბაზარში. ვა. ჩემო, შენ ახარ? ხო, მე ვარ. შენი გდით? კი, შევიდი. ეგრე არჯობია. ორივე კარგი ბიჭები ხართ. შემოდი. არა, იყოს, მეჩქარებად. როდის დაბრუნდები გაზეთზე? საღამოს. რკინიგზის გადასასვლელთან დაგებოდები. არა, ბიჭებს ვერ ვეთქვი, რომ მაგარი. ოღონდ ყოჩობას ვერ დაგიხდი. არც მინდა. თუ გინდა მეორე ყოჩი იყავ. არა იყოს. შენთვის იყავი მე ჩემთვის. მოიცა. სულ ხო არ ვიცხოვთ. მოდი აწი ვაგინოთ ერთმანეთს და ვინც მოიგებს მაგის იყოს. ეგრე იყოს. ჯემალ, ვირისაო. იანგული, შებერძენო მემწვანილო. გოგოების მაჩალკა. პატარების ყოჩო. თბილისელო სირისტიანი. ჟავე კიტრო. სკუინდლიანო. კრეტინო. ბაჯარინო. ვინი თორე წავაგე? გამიმთავდა სიტყვები. დედა შეგინეთ. დედის გინება არ მოსულა. დედა ვადირე რა გინება? ეგ რუსულად არის. ქართულად შეაგინე, აი ვერ გაიგებს. იანგული, შენი დედა ვატირე. იმენა სუინე პროსტიკასა ინეკა ჯემალ. შენი დედა ვატირე. იმენა სუინე პროსტიკასა ინეკა ჯემალ. შენი დედა ვატირე. იმენა სუინე პროსტიკასა ინეკა ჯემალ. მეორე დღეს მე და კოკა სკოლიდან ბრუნდებოდით. რკინიგზის გადასასვლელთან რომ მივედით, იანგული როგორც ყოველთვის თავის ბიჭებს პაჟაროგანას ეთამაშებოდა. დამინახა თუ არა, თამაშს თავი დაანება და ჩემსკენ წამოვიდა. არ დამასწროს მეთქი და გინება გზაზე შევაგებდი. შენი დედა ვატირე, იანგული. ბიჭო, კოკა! სადა ხარ, კოკა? ბიჭო, გამოდი! ნახე როგორ გაიძულწა? დამთავრდა მისი ყოჩობა. დამთავრდა კი არა, ეხლა დაიწყო. კი, მაგრამ დედა რატო არ შევაგინა? გუშინ საღამოს გითხრა, ჯემალის დედა სად არის? მე კი უთხარი არ ახლავს ვედი. მე აქამდე რატო არ მითხარი შედაწირა? მე რა ვიცოდი? იანგული! იანგული! იმ დღიდან იგი ერთი ათად გაიზარდა ჩემს თვალში. ჩვენ შორის სამუდამოდ დამთავრდა ომი და ქიშკობა. მაგრამ ჩვენ კარგი მეგობრები მაინც არ გავხდართ. უბრალოდ შეხვედრისას ღიმილითა და ხელისაწევით ვესალმებოდი. ან კიდე მამამისის მაგივრად მაწონს ან რძეს რომ მოგვიტანდა, მაშინ თუ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს. ინადეიდა! იანგული, შენ ახარ? მაწონი მოგვიტანე? შემოდი. არა იყო. რა მოგივია, ბიჭო? არაფერი. კი, მაგრამ თქვი ბიჭო, ვინ არის და თუ მარტო ვერ მოერიეთ, ერთად მივიდეთ. ვერცე და ვერცელი ვენეციის გზატკეცილის უბნის ბიჭები ვერ მოვერები. ეგეთი ვინ არის? მამაჩე. მამა შენი. ხო, მამაჩე. ეგრე როგორ გაგივე? ჩემი ბრალია. რა დაშა? სამ დღეში. საბერძნეთიდან სოხუმში გემი ჩამოდის. ჩემი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდებიან. მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი კურთხეული მიწაა, დიდებული ელადა. მამა პაპათა სული გვეძახის და ვალდებულნი ვარ დავბრუნდეთ.
ერედა რატო არ მიყვება? როგორ აგიხსნა? მე ვერ. დედა არ მახსოვს. მამა კი ამ ბოსტანში ან საშუალარზეა წასული. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე. ქუჩაში. ჩემი სამშობლო, ჩემი ელადა, სოხუმია. ვენეციის გზატკეცილი, რკინიგზის ხიდი. ჩალბაში, პეტია, კოკა, შავი ზღვა, ჩემი ვირდი. მიდა და შენ. კი, მაგრამ ეგ რა გახადი? ეს ამოსილინგებული სიტყვაა ჯემალო. სამშობლო ღრმად უფრო შიგნითაა.
მოსართავთო სხვა ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამოიყო. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს უკვე სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ იცნო იგი. მხოლოდ მე ვიცანი. როდესაც მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული სიტყვა ამოვიკითხე. ჰელადოს. Deidalina. Ianguli dabrunდა.